არსებობს ადგილები, რომლებიც ჩვენს თვალწინ იმალება. ტყისბნელი საფარი, ხეებისა და ბუჩქების მწვანე სიმრავლე. საუკუნეთა სიმშვიდეში ჩაძირული მიწა. ეს ყველაფერი თითქოს ბუნებას ეკუთვნის, მაგრამ მის ქვეშ რაღაც დიდის და დავიწყებულის გულისცემა ისმის. ის, რაც ერთი შეხედვით უბრალოდ ხშირი ტყეა, შესაძლოა წარსულის უჩინარი სუნთქვა აღმოჩნდეს. უდიდესი ნაქალაქარი, რომელიც ფოთლებმა დაავიწყეს ადამიანებს. ეს უზარმაზარი, შუა საუკუნეების დაკარგული ქალაქის სამშვილდის ისტორია. თუ საწუთრო მან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე, ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუტრონ დაზრდილთა და ვერ სამისან დობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმან ვეგულმან მოწყალემულ მობელმან. აქვს საქონელი ურიცხვი ვერ ვისგან ანაწონები, მიეც ლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არასიმხნები, მიხცლიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოეგონებ. სამშვილდე ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო დასახლებული. ძველი წელთა აღრიცხვით პირველ 1000 წლებში ის უკვე მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო და შემდგომში ქრისტიანული ეპოქის ერთ-ერთ საყრდენ ცენტრად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური კვლევები გვიჩვენებს მრავალშრიან ცივილიზაციას, სამაროვნებს, ტაძრებს, ციხესიმაგრეებს, ნაქალაქარ კლდეებს, ჩვენ ამ ეპოქის ცივილიზაციაზე უკვე ვისაუბრეთ. ამიტომ ამჯერად შემოგთავაზებთ უშუალოდ სამშვილდის დაკარგულ ქალაქს, რომელიც თავისი გრანდიოზულობით მსოფლიოს არც ერთ სხვა ისტორიულ ნაქალაქარს არ ჩამოუვარდება. ქალაქი, რომელშიც ახლა ჩვენ შევაბიჯებთ, უძველესი და უდიდესია. ეს არის დაკარგული ქალაქი, ჯუნგლებში ჩაფლული ქალაქი, რომელიც ნამდვილი მეგაპოლისია. ქართლის ცხოვრების მიხედვით ის ქართველი ერის დამაარსებელმა ქართლოსმა შექმნა, თუმცა არქეოლოგიურ გათხრებს გაცილებით უფრო ადრე მივყავართ, დაახლოებით 5000 წლით. ადვილად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ის პერიოდია, როცა ჩვენთვის ცნობილი პირველი ცივილიზაციები ჯერ არ შექმნილან, ან ახლად იწყებენ შექმნას. პირველი ცივილიზაციები გაჩნდა დაახლოებით ძველი წელთა აღრიცხვით 4000-3000 წლებში. როდესაც ადამიანებმა დაიწყეს ქალაქების მშენებლობა, წერილობითი სისტემების განვითარება, სახელმწიფოების ფორმირება და რთული სოციალური სტრუქტურების შექმნა. ცივილიზაციის დამახასიათებელი ნიშნებია წერილობითობა, ქალაქური ცხოვრება, ცენტრალიზებული მმართველობა, ტექნოლოგიური მიღწევები, რელიგიური და კულტურული სისტემა. მესოპოტამია დაახლოებით ძველი წელთა აღრიცხვით 3500-3000 წლებში ამ დროისთვის უკვე ვითარდებოდა. ეგვიპტეში იწყებოდა გაერთიანება. უკვე ამ პერიოდისთვის კი ამ ადგილას, სადაც ახლა მეფეხი მიდგას, პირველი ცივილიზაცია იდგამდა ფეხს, სხვა ცივილიზაციებთან ერთად. წარმოიდგინეთ, რამდენად ძველ სამყაროში შევაბიჯეთ ჩვენ ახლა. აი ახლა ჩვენ მივუყვებით ამ ქალაქის მთავარ ქუჩას. ეს არის მე-12 საუკუნის ქუჩა, რომელიც მთლიანად სამშვილდის კომპლექსს, როგორც დღეს ჩვენ მას ვეძახით, მთავარ მაგისტრალად მიუყვება. და მე მინდა გაჩვენოთ ახლა თუ როგორ იყო შემოზღუდული თითოეული უბანი, არა თვითონ ქალაქი, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი გალავანია,
ერთყა გარს. არამედ თითოეული უბანიც საკმაოდ დიდი გალავნებით იყო გარშემორტყმული და აი ეს არის ერთ-ერთი გალავანი, რომელსაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ. აი ნახეთ უბრალოდ როგორი გრანდიოზულია და ესეთი გალავნები თითქმის ყველა დასახლებას ჰქონდა ამ ქალაქში. სამშვილდე იხსენიება ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებით. მე-19 საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა, ხოლო მფლობელები ნათესავით პიტიახშნი იყვნენ. მე-19 საუკუნის ბოლოს სამშვილდეს ანისის სამეფო დაეუფლა. მე-10 საუკუნის დასაწყისში ტაოს ერისთავი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. აი ეს არის ამ დაკარგული ქალაქის ქუჩების დაგეგმარება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ მჭიდრო დასახლება იყო, იმიტომ რომ ორივე მხრიდან ამ ქუჩას მიუყვება ეს გალავანი და მის მიმდებარედ არის ძალიან ბევრი სასახლეები, ციტადელები, კომპლექსი მოკლედ მთლიანად და ეს ქუჩა აი ესე მიდის ბოლომდე და შემდეგ იშლება კიდევ და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად დაქსელილი იყო ეს ქალაქი მსგავსი ქუჩებით, რომლის მთლიანად დათვალიერებაც 2 ან 3 დღის განმავლობაში შეუძლებელია ფაქტობრივად. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ქალაქი იყო ეს. შეიძლება ეს კიდობანის ვარიანტიც იყოს, იმიტომ რომ აი აშკარად აი რაღაც გემის ფორმა აქვს აქეთ მხარეს და აი აქეთ კიდე კიდობანის ვიზუალი აქვს მაგრამ ეს მე-12 საუკუნის ეკლესიაა და მსგავსი ეკლესიები საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა, მაგრამ ის რაც მის შიგნით ინახება, გაცილებით უფრო ძველი საუნჯეა. შევედით და ვნახოთ ახლა. ეს ქრისტიანობამდელი მეჰირია, რომელზეც სომხური წარწერა გვაქვს. თუმცა ეს ქვა გაცილებით უფრო ძველია და სულ სხვა ცივილიზაციას ეკუთვნოდა. როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა, მან აითვისა სხვადასხვა წარმართული კულტები, მათ შორის ეს მენჰირიც და ზოგადად ასე ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელების პროცესში მრავალი წარმართული სალოცავი და კულტურული ადგილი გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრებად ან წმინდა ადგილებად. ეს არ ეხებოდა მხოლოდ შენობებს. ქრისტიანებმა აითვისეს უკვე არსებული სალოცავები, წმინდა ხეები თუ ქვები და მიანიჭეს მათ ახალი მნიშვნელობა ქრისტიანულ კონტექსტში. აი ეს სომხური წარწერა გვიანბობს იმ ეპოქაზე, როდესაც მე-10 საუკუნეში ეს ადგილი
ტვინიკიანთა დინასტიას ჰქონდა დაპყრობილი. საუკუნის ბოლოს კი მეტიც მთლიანად ეს სამშვილდის ტერიტორია ტაშირ ძორაკეთის დედაქალაქადაც კი გამოცხადდა. ამის გამო ქართულ წყაროებში მეფე დავითი, სომეხთა მეფე დავითი იხსენიებოდა სამშვილდარად. $1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფე გაგიგ პირველმა. 1064 წელს სომეხთა მეფემ კვირიკე მეორემ ტაშირ ძორაკეთის სამეფო ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა, რადგან ის ბაგრატ მეექვსემ დაიბრუნა. ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას. მე-11 საუკუნეში სამშვილდე ოსმალების ხელში გადავიდა და საბოლოოდ ეს ქალაქი მაინც დავით აღმაშენებელის დასაბრუნებელი გახდა. ჩვენ მივაბიჯებთ ადრეული შუა საუკუნეების ქუჩაზე. და აი ამ ქუჩების მიმდებარედ, როგორც გითხარით, არის სიმაგრეები. აი ეს ერთ-ერთი მათგანი გახლავთ და მინდა დააკვირდეთ აი ამას. ეს ქვები, რასაც ახლა ჩემს ფეხქვეშ ხედავთ, ამ სასახლის ნანგრევებია. ანუ ჩამოშლილია ეს სასახლე და ამის ქვემოთ კიდევ არის სართულები. სავარაუდოდ ეს ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა მეორე სართულზე. რა თქმა უნდა, ბევრია ძალიან ასეთი ციხესიმაგრე და დღეს ნაკლებად არის ეს ციხესიმაგრეები შესწავლილი. ვინ იცის, რამდენ საიდუმლოებას ინახავს კიდევ ეს ნაგებობები. გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ქალაქის მდიდარი უბნისკენ სვლა.